2023 წლის მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 32. ჰორიზონტისადმი 30 გრადუსით დახრილ გლუვ სიბრტყეზე უსაწყისო სიჩქარით იწყებს სრიალს m მასის ძელაკი. ხო, ესე იგი, მოდით დავხაზოთ. აქვს დახრილი ზედაპირი. რაღაც m მასის სხეული, რომელიც უსაწყისო სიჩქარით, ესე იგი, საწყისი სიჩქარე v0 ტოლი არის 0-ისო, ზედაპირი გლუვი არისო, შესაბამისად ხახუნის ძალაც 0-ის ტოლი გვაქვს. და ამ სიბრტყის ეს სიბრტყე დახრილი არის 30 გრადუსით, შესაბამისად ალფა უდრის 30 გრადუსს. ახლა ამ სხეულზე მოქმედებს mg სიმძიმის ძალა. მოდით მოძრაობის მიმართულებით შევარჩიოთ კოორდინატთა სისტემა ისე, რომ x ღერძზე მოვათავსოთ მოძრაობის მიმართულებით, ხოლო y ღერძი მოვათავსოთ დახრილი სიბრტყის მართობ სიბრტყეში, ეს არის y ღერძი. ახლა აქ წესით რეაქციის ძალებიც უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა, რადგანაც ხახუნი 0-ის ტოლი არის, შეგვიძლია უულებელყოთ რეაქციის ძალა, რადგანაც რეაქციის ძალა ხახუნის ძალის გამოსათვლელად გჭირდება ხოლმე. ამიტომ ამის გათვალისწინება ჩვენ შეგვიძლია ვუულებელყოთ. ხოლო რაც შეეხება ახლა მოდით განვიხილოთ ამ mg სიმძიმის ძალის გეგმილები. y ღერძზე mg-ს გეგმილი, რადგანაც ეს კუთხეც არის ალფა, შესაბამისად ეს კუთხეც არის ალფა, mg-ს y გეგმილი იქნება mg კოსინუს ალფა. ოღონდ მინუს ნიშნით, ხოლო რაც შეეხება x ღერძზე mg-ს გეგმილი, ეს იქნება mg სინუს ალფა, რადგანაც ძალის გეგმილი x ღერძი არის mg სინუს ალფა, შესაბამისად აჩქარების გეგმილისთვის გვექნება, რომ აჩქარება ტოლი არის mg სინუს ალფასი. ახლა მოდით გავაგრძელოთ ამოცანის კითხვა, ესე იგი მოცემულობას გავითვალისწინოთ. რომ ალფა არის 30 გრადუსიანი კუთხე. კუთხე დახრილი გლუვის სიბრტყე გვაქვს, ესე იგი f ხახუნის გვაქვს 0-ის ტოლი, საწყისი სიჩქარე არის 0-ის ტოლი აგრეთვე. მის რეალებს m მასის სხეული გვაქვს გარკვეული m მასა მოცემული, რომელიც ტ-დროში გადის s მანძილს, იძენს p იმპულსი გვაქვს მოცემული, e კინეტიკური ენერგია გვაქვს მოცემული, თავისუფალი ვარდნის აჩქარება გვაქვს ასევე მოცემული და შეუსაბამე ციფრებით დანომრილ გამოსახულებებს ასოებით დანომრილი სიდიდეები პასუხების ფურცელზე ცხრილის სათანადო უჯრედებში დასვით ნიშანი x. ხო, მოდით პირდაპირ ახლა ასე მოვიქცეთ. პირდაპირ პირველი სიდიდეს გავწეროთ, ესე იგი პირველ რიგში გვიწერია ასეთი სიდიდე კვადრატული ფესვი 2me. ახლა ეს ტოლი იქნება კვადრატული ფესვი 2m გამრავლებული კინეტიკურ ენერგიაზე. ახლა ეს სხეული უსაწყისო სიჩქარით იწყებს მოძრაობას და ტ-დროის გასვლის შემდეგ საბოლოო მდგომარეობაში, როცა ეს მანძილს გაივლის, მას ექნება მოდით საბოლოო სიჩქარის შემოვიტაროთ მოცემულობაში, ეს იქნება საბოლოო კინეტიკურ მდგომარეობაში კინეტიკური ენერგია mv კვადრატ ნახევრის ტოლი. 2 და 2 შეგვეკვეცა, შესაბამისად რა დაგვრჩება m-m კვადრატული ფესვი, m-m არის m კვადრატი გამრავლებული v კვადრატზე. აქედან კვადრატულ ფესვს თუ მივიღებთ mv-ს, ეს კი ტოლი არის იმპულსის. ესე იგი, პირველ შემთხვევაში პასუხი არის p იმპულსი, g, ანუ შეგვიძლია აქ x ნიშანი დავსვათ. ახლა გადავიდეთ მეორეზე. მეორე შემთხვევაში მოცემული გვაქვს p კვადრატის შეფარდება m კვადრატ s-თან. ხო, ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ იმპულსი არის mv აყვანილი კვადრატში შეფარდებული m კვადრატ s-თან, ეს ტოლი იქნება m კვადრატ v კვადრატი შეფარდებული m კვადრატ s-თან. ახლა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ m კვადრატები შეგვიძლია შევკვეცოთ ამასთან
მოძრაობა თანაბარაჩქარებული არის თანაბარაჩქარებული მოძრაობის დროს. გავლილი მანძილი ტოლი არის საბოლოო სიჩქარის კვადრატს გამოკლებული საწყისი სიჩქარის კვადრატი შეფარდებული 200-თან, რადგანაც საწყისი სიჩქარე ნულის ტოლი არის, ეს შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ, შესაბამისად მივიღებთ, რომ გავლილი მანძილი ტოლი იქნება v კვადრატი შეფარდებული 200-თან. ამ გამოსახულების მეორეში ჩასმის შედეგად მივიღებთ, რომ v კვადრატი ეს ტოლი არის v კვადრატი შეფარდებული v კვადრატთან და შეფარდებული 200-თან. v კვადრატები შეგვეკვეცება და საბოლოოდ დაგვრჩება 2a. რა იმის გვათვალისწინებით, რომ a ტოლი არის ჟ სინუს ალფასი, mg სინუს ალფა არის ამ სხეულზე მოქმედი ძალა, x ღერძის გასწვრივი მიმართული, ხოლო აჩქარებაში ზომითა ჟ სინუს ალფა სტოლი, ამიტომ ეს გვექნება 2ჟ სინუს ალფა. ალფა იმის გათვალისწინებით, რომ არის 30 გრადუსი, მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის 2ჟ სინუს 30 გრადუსი, სინუსი 30 გრადუსი არის 1/2, ესე იგი 2ჟ უნდა გავუმრავლოთ 1/2-ზე, 2 და 2 შევეკვეცება და საბოლოოდ მივიღებთ ჟ სტოლად. ანუ მეორეში p კვადრატი შეფარდებული m კვადრატ s-ი გამოგვივიდა ჟ სტოლი, თავისუფალი ვარდნის აჩქარების სტოლი. ესე იგი მეორეში პასუხი ყოფილა a. და მეორეც a და მეორე a და მეორე გადავხაზოთ შეგვიძლია. ახლა გადავიდეთ მესამეზე. ახლა მესამე შემთხვევაში რა ხდება? მოცემული გვაქვს 2a შეფარდებული ჟ გამრავლებული s-თან, ეს ტოლი იქნება 2 გამრავლებული კინეტიკური ენერგია არის mv კვადრატ ნახევრის ტოლი შეფარდებული ჟ გამრავლებული s-ი არის როგორც ნახეთ v კვადრატი შეფარდებული 200-თან 2 და 2 შეგვეკვეცება v კვადრატებით შეგვეკვეცება, ესე იგი დაგვრჩება რომ m-ი შეფარდებული ჟ გამრავლებული 1 შეფარდებული 200-თან. აკიდე არის ჟ სინუს ალფა, ანუ 2 გამრავლებული ჟ სინუს ალფაზე. ეს უდრის ჟ და ჟ შეგვეკვეცება სინუს ალფა, ანუ სინუს 30 გრადუსი არის 1/2, ეს 2 და 2 შეგვეკვეცება, ანუ ქვემოთ დაგვრჩება 1 და საბოლოოდ მივიღებთ პასუხს, რომ ეს ტოლი არის m-ის, ანუ სხეულის მასის. მესამე პასუხში შესაბამისად გვექნება სადა გვაქვს m-ი v პასუხი, აი აქ არის v პასუხი. ესე იგი მე ესე შეგვიძლია გადავხაზოთ. ახლა შემდეგ მეოთხეში გვაქვს მეოთხეში ვნახოთ mg კვადრატ t კვადრატი შეფარდებული 8-თან. ეს უდრის. ახლა ეს არის m ჟ კვადრატი. ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ თანაბარაჩქარებული მოძრაობის დროს v ტოლი არის v0 t-ს სწორად პოდიშით v0 პლუს at, რა თქმა უნდა, აჩქარების განმარტებიდან v ტოლი არის v0 პლუს at, v0 ნულის ტოლია, მივიღებთ, რომ ეს ტოლია at-ი, ესე იგი v ტოლი ყოფილა at-ი და თუ ამას გავითვალისწინებთ, აქედან გვექნება, რომ t ტოლი არის v შეფარდებული 100-თან, ამის გათვალისწინებით მივიღებთ, რომ mg კვადრატი გამრავლებული t კვადრატზე t არის v შეფარდებული 100-თან, შესაბამისად გვექნება v შეფარდებული 100-თან აყვანილი კვადრატში შეფარდებული 8-თან. ეს ტოლი იქნება mg კვადრატი გამრავლებული v კვადრატი შეფარდებული a-ზე, a-ს კვადრატთან. a-ს თუ გავითვალისწინებთ, რომ ჟ სინუს ალფას ტოლი არის, მივიღებთ ჟ კვადრატ სინუს კვადრატ ალფა. ჟ კვადრატი და ჟ კვადრატი შევეკვეცება, ეს ფრთიანი შეფარდებული არის 8-თან, საბოლოოდ დაგვრჩება ჩვენ, რომ mv კვადრატი შეფარდებული 4-თან, ეს ფრთიანი გაყოფილი 8-ზე, 4 და 8 შეგვეკვეცება და საბოლოოდ დაგვრჩება mv კვადრატ ნახევარი, რომელიც კინეტიკური ენერგიის ტოლია. ესე იგი მეოთხეში პასუხი ყოფილა b. მეოთხის b. ახლა გადავიდეთ მეხუთეზე. ახლა რა გვაქვს მეხუთეში? მოდით ამას ცოტა ასე ავწევ. ზემოთ მეხუთეში გვაქვს მოცემული 2p შეფარდებული mg-სთან. 2 გამრავლებული p არის mv სტოლი, იმპულსი შეფარდებული mg-ზე, m-ები შეგვიძლია შევკვეცოთ. ეს ტოლი არის 2v შეფარდებული ჟ-სთან. ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ v ტოლი არის at-ი, ეს ტოლი იქნება 2at შეფარდებული ჟ-სთან. ახლა აჩქარება არის
ჟ სინუს ალფა შესაბამისად გვექნება 2ჟ სინუს 30 გრადუსი გამრავლებული ტეზე შეფარდებული ჟესთან. ეს ჟ და ჟ შევეკვეცება სინუს 30 გრადუსზე 1/2 არის გამრავლებული 2-ზე შეგვიძლია შევკვეცოთ და საბოლოოდ მივიღებთ პასუხს ტეს. ანუ მეხუთეში პასუხი ყოფილა D. მეხუთეს D. და ახლა რაც შეეხება მეექვსეც ვნახოთ, მოდით. მეექვსეში რა გვაქვს მოცემული? მოცემული გვაქვს PT შეფარდებული 2M-თანო, ეს ტოლი არის. P არის იმპულსი შესაბამისად MV შეფარდებული 2M-თან. ახლა M-ები შეგვიძლია შევკვეცოთ, დაგვრჩება VT-ს შეფარდება 2-თან. თუ გავითვალისწინებთ ახლა რომ T ტოლი არის V შეფარდებული 100, მივიღებთ რომ ეს ტოლი არის V გამრავლებული გამრავლებული B შეფარდებული A-ზე გაყოფილი 2-ზე, ეს ტოლი იქნება V კვადრატი შეფარდებული 200-თან. ეს კი აი ამ ფორმულიდან თანაბარ აჩქარებული მოძრაობის დროს მანძილის გამოსათვლელის ფორმულიდან მივიღებთ რომ ტოლი არის S-ის, როგორც უნდა ყოფილიყო. ანუ მეექვსე შემთხვევაში პასუხი არის E. ხო, აქ ახლა შეგვიძლია შემდეგი ხრიკისთვისაც მიგვემართა, თუმცა ცოტა საფრთხილო არის. ამ შემთხვევაში გამოგვადგებოდა, რადგანაც აქ მოცემული სიდიდეების ერთეულები ყველა ერთმანეთისაგან განსხვავდება. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ განზომილებები ჩაგვეწერა და განზომილებები შეგვეფასებინა და განზომილებების შედარებით აგვირჩია პასუხი. ნუ რა თქმა უნდა, ეს გზაც გამოყენებადი არის, თუ დახრილი სიბრტყის დახაზვა და აქედან გამოთვლები ან ვერ ვასწრებთ, ან არის შანსი, რომ შეცდომა დაუშვათ, შეგვიძლია განზომილებებითაც გავაკეთოთ, რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც, რა თქმა უნდა, ეს გზა არ არის საიმედო განზომილებები, რადგანაც შეიძლება აქ მოცემულ პასუხებში ზოგიერთი სიდიდის განზომილება უბრალოდ ერთმანეთს ემთხვეოდეს. თუმცა იმ გზის გამოყენებაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის.